საქმე გავაკეთე რომ დაგპატიშა ხო? არ ვიცი, ალბათ ასე იყო საჭირო აგითხრა ხა. ვერავის ვერ დავაბრალებ და ზოგი განგებას ამობს, ზოგი რაღაცას ამობს. შენ მადლობა რომ უბრალოდ გახსოვა ყოველთვის და კი, რასაკვირველია, მახსოვ ხარ ყოველთვის, მაგრამ მე ვიცი რომ არ გიყვას რაღაც ზედმეტი კომუნიკაციები ადამიანებთან და ესე საკუთარი სამყარო გაქვს. რა ხდება თქვენ სამყაროში დღეს? იგივე ქვია რა, ჩემი სამყარო, ეს არის სადაც სიყვარულია, სადაც საერთოდ არ არის ომი, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს, ყველა ერთიანია და ერთ დედამიწაზე ყველა ადამიანი ცხოვრობს ლამაზად. ეს ბავშვობიდან მე მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მეც საბჭოეთში დაბადებული ვარ და მამა რა თქმა უნდა კომუნისტი იყო, დედა პედაგოგი იყო, მაგრამ ყველაზე თავარი ის იყო, რომ მადლობა მათ, რომ პატიოსანი ხალხი იყო და არ იყვენ ისეთი სლენგით ლაპარაკი იყო. დროისთვის პატიოსნება რთული იყო თუ რატო რთული იყო, იმიტომ ხა სავსებით გეთანხმებით იმაში, რომ მართლა ასე იყო. თქვენ არ ვიცით თუ გახსოვთ, ახლა მე 62 წელი შემისულდება, ახლა 15 აპრილს და ეს ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. ახლა მამა იყო, როგორც მამა კი არა, აი ბრეჟნევი და კომუნისტები ვინ დაგისახელოთ ახლა ეს დაყენებული სახეები და სახში რომ მოვიდო და აი მეგობრული ურთიერთობა საერთოდ არ არსებობდა და ნუ საუბარიზე არ შეიძლება და სუფრასთან დაჯდომა არ შეიძლება პატიოსნება რა განხითვა მამაჩემ რო გარდაიცვალა და რომ მოვიდნენ მისი თეატრის თანამშრომლები ისინი გასვენებაში მე მახსოვს ჩემ მეგობრები ხო იდგნენ გარეთ ახლა და ხა ყველამ ხო ის გასვენებაში არის უნდა ილაპარაკო ამ პოლიტიკაზე ან რაღაცაზე ან იმაზე ამაზე უნდა გადაამოწოს სახლი როგორია რაფერიც და ნითებს აკვირდებიან და ესე ყველას გაუკვირდა ეს ვავალოქაჟე თუმცა რაფერიც ხო მე ჩემმა მეგობრებს ნათესა ხო არ იცოდა ვინ იყო რა იყო და ისინი რო იდგნენ იმათო გაიგონეს ყველას გაუკვირდა რომ რადგან მამაჩემ თვითონ 25 წელი იყო 82 წელი და თეატრის ხა თეატრი ეს ტაძარს ეძახოდა რა ეს არისო ტაძარიო და დაჩაზე არ ვილაპარაკებდა ეს იყო მისთვის საამაყო და ყველანაირად და უბრალოდ იქ რო დირექტორები ხა იმ პერიოდში მე მახსოვს რომ ყველა ხა ვერს ვიცნობ გარდაცვლილია და უყურებდი კიდევაც და ყველა ფულს აკეთებს და ყველა მანქანები ყავდათ თავისი სახლები გარემონტებული და ნუ რა ვიცი კომუნისტები კარგად ცხოვრობდნენ ის პარტიული მუშაკები იყვნენ და მათი პოლიტიკას ატარებდნენ და ამ აქედან გამომდინარე ახლა მაგაზე რო დამიწყებს ვიღაცა ლაპარაკს მე ვახსენებ თავის ყოფილი ცხოვრებას და მე ჩერდებიან ივიწყებენ ეს როგორ მიაჩნდათ რომ ისინი იმსახურებენ მაგრამ შენ თუ ხარ ახლა ჩვეულებრივად და სხვათა შორის პატიოსან ხალხს ბევრჯერ გაფიგია უფროსი თავის ხალხი რო მოვიდო და ახლა ის სიტყვა როგორ თქვა ხო კულტურულად ხო მაგრამ აი ვეცადოთ ხო ვეცადოთ და მე სლენგით ლაპარაკი მიყვარს და აი ძნელად შემიძლია გამოვცე მაგრამ რაღაცნაირად ესე იგი რო გაივლიდა ასე აუ ესო კაი კაცია პატიოსანია მაგრამ გამოყო აღარ დავამთავრებ ხო ამას ვერ გებულობ რა ბავშვი რა ნუ ახლა 16 წლის 15 წლის უკვე შედიხარ სიყვარულში და მეთქი ეს რაში ბიჭო ეს კაც ვიცნობ ხო და რო შეხედავდი მართლა ისეთი პატიოსნება ხო იცი ახლა მე არ ვიცი ის როგორ მიაჩნია პატიოსნება მაგრამ მე ვამბობ იმ არსით რასაც ხვია ხო რასაც ჭეშმარიტებიან გამომდინარე ძალიან მიკვირდა რო გაივლიდა ვიღაცა კაცის ხვრელი ქურდი ბომპარავი კაცი აი ამ გაგებით ვამბობ იცი ახლა რამდენად ვისთვის მისაღებია მე იმ რეალობას ვამბობ რაც ხდებოდა ხო ეს რეალობა განაპირობებდა იმას რომ ჯერ კიდევ ბავშვ პიკასოს რაღაც საკუთარი სამყარო შეექმნა და დღემდე არ ხალა ამიტომ ვთქვი აი თვითგადარჩენის ინსტინქტი გამოდის ამიტომ ვამბობ ხაი დედა მამა რატო გითხართ იცი მე ვიზრდებოდი პატიოსან ოჯახში მაგრამ სულ ევროპისაკენ ვიყავი პატარაობიდან რატო არ ვიცი ამერიკა იყო ჩემთვის ეს იყო რაღაცა თავისუფლების ნამდვილად კუნძული არაფერი ინფორმაცია ხა მით უმეტეს მოგეხსენება ხა იმ პერიოდში ან ჯერ წიგნისთვის ბიბლიოთეკაში ვერ მოიპოვებდი იმას რაც გინდოდა ერთადერთი რაც იყო მნიშვნელოვანი რომ ყავდა ებრაელი მეგობრები და მათ ხო უგზავნიდნენ ებრაელები აი ყოველთვის ჯერეთი სამოსი და თუ რამე ეს იყო ტექნიკა ებრაელებში იყიდებოდა ყველაფერი საუკეთესო რა თქმა უნდა დიდი ფულით მე მაგალითად ჯინსი მამაჩემს მაგის ხელფასი არ ქონდა 120 მანეთი ქონდა ხელფასი და ჯინსი 200 მანეთი ყიდა ასე რომ ამ გაგებით ვამბობ და ისინი უგზავნიდნენ აქედან ღებულობდი ალბათ ამ არ ვიცი როგორ აი მეც რო დაფიქრებულა ძალიან მიყვის რო გითხრა სიმართლე რომ ვახ მე თქვი საიდან დედა მამა ამნაირი პატიოსანი კომუნისტი რა თქმა უნდა გათახსირებული კომუნისტი არა და ვამაყობ ამით რა თქმა უნდა დედა პედაგოგი
მე ხანზუიადისტი იყო დღეს რო შეხედე ბიზნესის მიუცია ხო ვერ გებულობ აი ამ იმაში მე როგორი საიდან არასდროს არ გავყიდულ არასდროს ახლა კი ეროვნული მოძრაობის დროს ძალიან მიხაროდა ეროვნული მაგრამ აი არ მოგავტყულებთ ახლა ზვიადის ირგვლივ ისეთი ხალხი დავინახე რომ ეს ისეთი ხალხი რომ გამიკვიდა მეთქი ჩვენს კაი კაცია იბრძოდა დამოუკიდებლობისას და თეატრება ციხეშია გატარებული იმენი ხალხი და იყენა გვერდში ყაჩაღები ესენი ისინი გამიკვიდა ხო აი ანუ ისე თქმა მინდა ამ ხალხს ისთვის იბრძოლა დღემდე ესეც ვერ გავიგე და 30 საბეჭდილება გრჩებათ თქვენ ბრძოლის მიზანი აუ საბეჭდილება კი რა ვაფშე ხო გეუბნები აი ნერვიულობის დროს ფილმშედაც აქ ნანახი და ბევრჯერ დამართია მეც როცა ემოციას მიყვები და გული რო გერევა ხო იცი აი ეს შინაგანი ეს ხდება ამ დროს მედიცინურ ენაზე ნამდვილად არ ვიცი სხვადასხვა უნდა წავიკითხო რა ხდება ამ დროს ადამიანს ერევა გული როცა სტრესს განიცდის და აი ზუსტად ასე მდგომარეობაში ვარ აი ხახთან ვაფშე აღარ მინდა ურთიერთობა სიმართლე გითხრა მახსოვს ახლა მაგრამ მაინც გიწევს ხო ადამიანი ხარ გამოხვიდე მიწევს მაგრამ ვერ იდები იცი იმიტომ რომ მე არ ვიწყებ არაფერზე საუბრას იმიტომ რომ რატო გავხდით დღეს მოსაწყენები რატო გავხდით ახლა წარმოედგინე ნანა 21 საუკუნეში სადაც შენ წარმოედგინე ავიღეთ ახლა ტელეფონს და ერთ წამში შემიძლია ამერიკაში გავიგო რა ხდება კარგი ჩვენ დროს არ იყო და გასაგებია ისე ხო ხალხი ეს არ იყო და ეს გვტენიან თავის პროპაგანდას რა პროპაგანდას ხახო ნუ გადამრი აგერა ინფორმაცია წაიკითხე თუ გეზარება მაშინ შენზე ებრაელებს აქვს რა თქვა არჩენი წევლა აქვს ამ არის არჩენი წოდე და არცხვისიო როგორ შეიძლება ქართულ ადამიანს ახსნა დაჭიდეს ვერ გებულობ აი ახ გეუბნე ემოცii და ნერვები მეშლება რომ იცი ეს რა ქვია რუსეთია კარგი თუ საქართველო ისა რა ქვია ევროპა ანუ ეს ადამიანი თუ ესე იგი ბოროტება და სიკეთეს შორის ბოროტებისკენ იხრება ხალხი და არა მარტო ეს ჩვენი ხალხი ქართველები აი ხო გითხარით ახლა ამერიკის ფანატიკოსი იყო ატანა არა მაქვს ამერიკის როგორ შეიძლება ტრამპი აირჩიო თავისუფლების ქვეყანა პუტინი დვა ანუ რუსულად ხო ახლა თავისთავად პუტინი 2 ბიზინა 3 და ასე შემდეგ თელმა ოლიგარქებმა ჩაიგდე ეს ქვეყანა ხო კაცო მე იმას კი არ ვამბობ რომ რაღაც აჩემის საქმეა ყოველს თავის ცხოვრება აქვს და თავის ცხოვრების ცხოვრობს მაგრამ თომას მანესის მაგზენდება რა სასამართლო პროცესი რო არის ხო ესე იგი ეს ამბობს თავისას ეს მხარი ამბობს თავისას ჭეშმარიტება რომელი ხალხო გამაგებიეთ მაშინ მოდი ჩვენც ვიყოთ ყველა ისინი რა ქვია და ეს ხალხის ხარჯზე გამდიდეთ შემოვიდოთ ფეხებზე და ვიცხოვროთ ასე აი ამის ახსნა რო დამჭირდება ახლა ფილმების ცქერად მე მიწევს კამათი რანა ფილმების ცქერად ვიყავს ძალიან კარგი ფილმი უნდა გირჩიო რაშომონი რაღაც რომელი რაშომონი ეწოდება ამ ფილმს ვფიქრობ დიციაბუნებას მიიღებ და ვისაც ნანახი აქ ერთხელ მაინც აი ეს მოვლენების თავისებურად აღქმას ეხება ძალიან მოგეწონება მოდი 90-იან წლებს დაუბრუნდეთ იმ სირთულეების მიუხედავად რაც მე შეხდებოდა არ ვიცი ნიჭი გქონდათ ალღოთ უბრალოდ გიმართლებდათ რომ იმ დროისთვის განსხვავებულ ადამიანებთან გქონოდათ კომუნიკაცია და რაღაც კარგი გეკეთებინათ სიბნელეში და ცოტა სინათლისღებები ყოფილიყო ქალაქში 90 როგორ აგროვებდი ამ ადამიანებს ბუნებრივად ნანა მე არასდროს აი თუნდაც ახლა შენთან რომ მოვედი რატომ მიყვარს იცი გარეკავ და არ უთანხმდები ადამიანს რაზეა საუბარი და არც მე არ მიყვარს იცი რაცა ბუნებრივად რასაც ფიქრობ და მაშინაც აი ზუსტად არასდროს ჩემ ცხოვრებაში თუ რამე შემიქმნია თუ რამე გამიკეთებია ყოველთვის უყურებ აი ვიღაცა გამოდის ჩემგან და უყურებს მის გაკეთებას თუ გინდა შემოქმედების დროს როცა ამ პროექტს ვაკეთებ ან ხატავ ან კიდევ ვამონტაჟებ არ არასებობს რა მე არასდროს ნახაზი არ მაქვს რა აი ამის ხო არის რომ ჩამოწერენ და ამის შემდეგ ეს არის მე წამებს ჩააჯი არასდროს ეს ყველაფერი ხდება სპონტანიურად მე არ ვიცი ხა ეს საიდან როგორა უბრალოდ ჩემში ასე არის 90-იანში და იგივე არასდროს გადამწყვეტი სიტუაცია მომხდარა თუნდაც მეგობრებს შორის თუნდაც რაღაც ცხოვრებაში ყოველთვის მაქვს წინაგრძნობა აი ბევრჯერ ჩემ წინაგრძნობების ის მეორე რო არის ხო ერთი პიკასოა მეორე მერაბი არის რა ასე დავარქმევ რა განსხვავებაა მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არის იმიტომ რომ მერაბი დაბადებული არის საბჭოეთში და ასე თუ ისე ანგარიში უწევს მაინც დაუშვათ იმ სამეგობროს
მაინც სამჯერ აძლევს შანს ადამიანს, რომ პირველად რომ მან თავის ცხოვრების გზაზე სხვის მაგალითზე ეუბნება, რომ რაღაც არასწორად შეეშლება, მეორეჯერ თავის მაგალითზე და მესამეჯერ ემშვიდობება. და პიკასო არის რადიკალი. აი ძალიან დიდი გასხვავება. პიკასო მომწონს. ბატონო? ორი უკიდურესობაა პიკასოში? კი, აი, რა ვიცი, ახლა თქვენ შეაფასეთ. მე რასაც იმას ვამბობ და თუნდაც 90-იანებში თუ რამე გამიკეთები, აი, ჩემთან იკრიბებოდა მთელი სამეგობრო. მთელი ქუთაისი, საქართველო, დასავლეთი, აღმოსავლეთი, არ ვიცი, თვითონ მოდიოდა. მე არასდროს არავისთვის არ დამირეკია, აქა ვარ, მაშინ მით უმეტეს Facebook მხოლოდ გავაკეთე 2013 წელს, როცა შეიცვალა სიტუაცია და მივხვდი, რომ ისევ რუსეთისკენ ბრუნდება ხალხი და ამ ხალხმა 12 წელი ვერ გეიგენ ასე იგი ვინ აირჩიენ და ახლა თუ აირჩიე ადამიანი, ხო, ახლა რისი პრეტენზია? რაც ვერ გეგულობ, იცი? მესმის, რომ რაღაცა გაჭირებული გავნა თქვით ეს, ხო? აღარ გადავალ იმაზე, ვიცი არ მოგწონს კიდევაც, მაგრამ ვერ გეგულობ, ჩემში ეს ბუნებრივად ხდება. აი 90-იანებში ყველა მოდიოდა ჩემთან და არავისთვის კარები არ დამიკეტია. ყველა რანგის, ყველა როგორ გითხე ხა, ჯანდაცვა, მინისტრი, უშიშროება, საშიშროება, ხელოვანი, ქურდი, ყველა მეგობარი ყავს რა. ახლა ყველასთან კაი ტიპი ვარ თქო, ამას კი არ ვამბობ, რომ ყველა ნაცნობია და იმ ბავშვების იდეალებს პატივს, ახლა როგორ შეიძლება რომ და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მათგან არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ადამიანები დარჩენ თავისი სპეციალობიდან და თავარი ადამიანი იყო, თორე რა მნიშვნელობა აქვს, ახლა შენ ხვალ პრემიერი გახდები, პრეზიდენტი, ქურდი გახდები, მინისტრი გახდები, ამას აფი მნიშვნელობა, მაგრამ რას ვივიწყებთ, იცი? ადამიანებს აგონია, იცი, არასდროს არ მოკვდებია. ნილიან გასვენებაში, ხო, აბა ბიჭო, ესა და ეცყება საუბარს და თვითონ რომ მოკვდება, იმაზე არ ფიქრობს. რა სტოებ ამ ქვეყანაზე ჯერ ისთვის ხო გაქვთ ეს შეკითხვა საკუთარ თავთან? ყოველ დღე მაქვს, აი ყოველ დღე ხამბოლოზოს დავიწყე ჩემი ფიქრების ჩაწერა ეს ტელეფონი ჩემო საუკეთესო მეგობარმა, მას დიდი მადლობა. თვითონ კაი კლასის ტელეფონია და ბევრი ინფორმაციას იტევს და წერ აი რო ვფიქრობ, იმიტომ რომ აი წეგან რომ მეკითხებოდი თუნდაც 90-იანებზე რას ლაპარაკობ, არ ვიცი მე იმ წუთას. თუ ის არ დავაფიქსირე იმ წუთას უკვე მე პიკასო აღარ ვარ, უკვე მერაბი ვარ გამიკეთე და ვერ ვიხსენე. ამ ჩანაწერების ანალიზსაც აკეთებთ მოგვიანებით? თუ ანალიზ არა, ვინახავ, არ როგორც ჩავწერა და გადის წლები, აი როგორც ახლა ქუთაისური ისტორიებია, არასდროს უცებ გადაღებულს არ ვდებ მაშინვე რა, იმ დღესვე, ხო? ან რაღაცა წელი უნდა გავიდეს, რაღაცა თვეები უნდა გავიდეს და ან წლები უნდა გავიდეს და აი ძალიან საინტერესო არ მე ისევ უყურებ ზემოდან სხვა პიროვნება, ასე რომ ვთქვათ და ანალიზი მიდის იქედან, კი. ახლა დაგებადე რა შეკითხვა და მეც მქონია რომ ბევრი რამე მოგწონს, ან არ მოგწონს. არ იცი რაც ხდება ის რეალურია და ისეთი არის. ახლა მოგწონს თუ არ მოგწონს, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. 90-იანი წლების მუსიკალური ქუთაისი მაშინ უფრო საინტერესო და მიმზიდველი იყო თუ დღევანდელი? რა თქმა უნდა, ახლა მე ასაკში შედის ადამიანი და მისთი ის აუ რა დრო იყო ჩვენ დროს და აუ ამიან გაგებით არ გეუბნებით, მაგრამ მართლა ასე იყო ახლა რომ ჩვენი ბავშვების მეგობრებიდან ჩამოგვიძიებს ვისთანაც მომიწია, ვინ ჩვენთან იყო ხო? ბაჯუ ერისთავი, მაშინ ჩემზე 5 წლის უმცროსია და აქედან დავიწყეთ მეგობრობა ინსტიტუტის სცენიდან, რომელიც კლუბის დირექტორი ვიყავი და ჩემს მთელი ეს ჩემი მეორე სახლი იყო. ჩემი შურიკა, იგივე ჩვენი შავი პრინცი, რობი კუხიანიძე, მალხაზი ყაველაშვილი, მალხაზი ყაველაშვილი უდიდესი მუსიკოსი და ცოცხალი იყოს. ძალიან ბევრი მეგობრები, აი ვიტალი სამხარაძე, მე ვიოლინე აქ იყო ყოველ დღე იყო რა, იყო პერფორმანსები, აქციები, საინტერესო ცხოვრება იყო, ფულის გარეშე იყო და მიტო. სადაც ფული ერევა, იქ არ დაიჯეროთ, რომ იქ ნამდვილი ჭეშმარიტი ხელოვნება. მაგრამ მუსიკოს ხო სჭირდება ინსტრუმენტი და ასე. მაგრამ შეხედე ევროპა რატომ მიყვარს, ახლა მე გეტყვი, მე ადრედაც სანამ 93 წელს მოხვდებოდი ევროპაში, ბევრ რამეზე კი იქედან ფილმებიდან, კასეტებიდან, ჩემი ებრაელი მეგობრებიდან გებულობდი ბევრ რაღაცას და შემნატრიდი, რომ იქ თავისუფლება იყო. აი, რაფერ გითხრათ, კალამი, საწერ კალამიც რო განსხვავებული ქონდა, სხვა სუნი ქონდა, საბჭოეც თავის რაღაც საშინელი სუნი ქონდა, უხეში იყო, სითბო არ ქონდა, გამიგე და აქედან გამომდინარე, აი, იქ რო ჩავედი, მე თვითონ რო ნახე ეს ყველაფერი, ხო?
ძალიან დიდი განსხვავება, ეხლა ნანა რაზეა ლაპარაკი. სულ სხვა სამყარო არის. იქ რა ფულზე მითხარი და მითო გეკითხები. შენ იმაზე არ ფიქრობ, თუ მუშაობ, რომ ვაიმე ახლა რამდენიმე იქნება ხელფასი გადასახადზე მეყოფა, მანქანა მეყოლება, შვილებს აღზრდი თუ ასე შემდეგ. გიტარას ვიყიდით თუ ყავს. ის თავისთავად მოდის. უბრალოდ ერთი ინტერესი რა არის, იცი? შენი დილის 7 საათზე დგებიან სხვადასხვა და 8 საათზე სამსახურში არიან და საღამოს 6 საათზე რო მოდიან, აქედან აქამდე იცის, რომ ის მუშაობს. და იმის ერთ-ერთი ინტერესი ეს არის, იმის მეს თუ იმუშაობს, მეტი ფული ექნება. ამისთვის აქ იმას არ აინტერესებს, შენ რა გაცვია იმაზე მაგარი მაღაზიიდან და აქ რო ადამიანს აფასებენ, იმითი ჯერ პირველ რიგში მანქანიდან რო გამოვა, მერე ახედავენ ფეხიდან ეიწყებენ თავავნის ჩაცულობა, მერე და ბოლოს უყურებენ თვალებში. პირველად ადამიანს თვალებში უნდა შეხედო, ხო? იმიტომ რომ აი ეგ არის განსხვავება თქო. ამის თქმა მინდოდა, რომ ფული საჭიროა. მე მაგალითად უფულოდ ცხოვრობ, ხო? არ გიყვირს ახლა ასე ქვია. როგორ შეიძლება ახლა ეგ წარმოვიდგინოთ უფულოდ? აი, როგორ ახლა ფული არ გიჯობა, ცხოვრებაში არ მიმუშავია. თქვენ მაინც ხო იცით თუ დაიძლევა, ახლა აპაპს მითხარით სამუშაოები. ხო, მაგრამ ხო ახლა როგორ ახერხებ? გითხარი რეცეპტი? აი, მაგას არ თვითონ მოდის ეს ყველაფერი, ჩემ მეგობრების საჩუქარი. ახლა რაც მაცვია ყველაფერი მეგობრების საჩუქარი. კარგი მეგობრები გყავთ, ალბათ მეგობარი ეგეთი უნდა იყოს. ამის თქმა მინდა, გამიგია. ანუ როგორ თქვა, თუ რამეს აკეთებ, უფლოდ გიბრუნდება რა. უანგაროდ, ხო, იმიტომ რომ მეც ახლა ბევრჯერ დამინტერესებული ვარ, ხო, ახლა ძალიან მაგარი ფილმებია გადაღებული. რა დაფინანსებებია საჭირო პროექტები ისე ვერ გააკეთე თუნდაც მე აკადემიაში მინდა ჩაბერე მამაჩეს ფული არ ქონდა და მითო ვერ ჩავაბარე კომუნისტების რო აქებე და აუ მაგარი იყო ყველა ფული უნდა გადაგეხადა ახლა 20000 მანეთის ხვაზე ხარ ახლა 100 მანეთი ქონდა ხელფასი და მე თბილისში ბინა არ გინდა ანუ ფული რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია მაგრამ აი ილო ავიყოთ ფოტოგრაფი ახლა რატო გახდა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი არავის ფულს არ ართმევდა ებრაელი ხალხი უგზავნიდა ყველაფერს თავისი ეგ არის რა ახლა მე იმას კი არ ვამბობ ფულის სიყვარული ახლა ზოგიერთ ნათქვამი აქვს და შტერი ხო არა ხარ უფლოდ ძალიან დიდი უფლოდ ვერაფერს აი თუნდაც მე რო პატივი მინდა ქცე ვერ ქცემ პატივის მე რო გაჭირებული რო არ ქუჩაში ამდენს რო უყურებ სულ დავხვდები ჯერ ძაღლები ამდენი წავალ ვიყიდი იმას ამიდან იმაზე ამჩება მე მეწოდება ამას ხო რა არის ფულ საჭიროა მესმის მაგრამ მე ისი თქმა მინდა იცი თავარი ფული არ არის. გამიგეთ ახლა. ხო, ფულით ღირებულს ვერ შევხვდები. ხო, ეგ არის ამის თქმა მინდა, თორე ახლა ფული არის მოგონილი, იმიტომ მაგრამ ხომ ხვდებით, რომ ფული უკვე რას აკეთებს. ფულზე იყიდება ყველა. აი როგორც ცნობილი ფილმში დაფათულაშხიაში და ჭაბუის ნაწარმოებში იქ ნათქვამია და ახლა ბანალურად გამომივა ნათქვამი. აღარ გავიხსენებ კიდე და იქ არის რომ ფულზე იყიდება ყველა. პიკასო, რა უნდა მოხდეს ახლა ისეთ საინტერესო რომ გაგიჩნდეს სურვილი ისა ვთქვათ. ისე გავიცი რა უნდა მოხდეს ახლა თუ გინდა იმ ხარემ გაიმარჯვოს ჩვენი რეალობა როგორი წარმოგიდგენია რა გინდა აღარ წარმომიდგენია ჩვენი რეალობა მე უკვე მცხენია ხანდახან რომ მე ქართველი ვარ გრუზინი არა ვარ არაძუსა ყოფილი ვარ და ამის თქმა მინდოდა რომ ისი მცხენია იცი აი ხალხთან რომელთანაც ყოველთვის მიამაყებოდა ბავშვობიდანვე მათთან ვიზრდებოდი სადაც ყოფილი ვარ გაზია და მის როლია ის არის და ეს ხო ბავშვობის ჩვენი ლექსია და აუ ქართკახეთი იმერეთი და მართლა იმ ადამიანების ეს ნაწარმოებებია რომელმაც თავისი გულით და სიყვარულით მიუძღნენ საქართველოს ქუთაისი ავიღოთ ახლა ვის ახსოვს ახლა მაგაზე რო ჩამოთვალო ბევრი აი გული მწყდება და ძალიან ძნელი არის იცი მე ვერ უყურებ მომავალს რატო იცი ეს არის აი კარგად მინდა რა გითხრა მაგრამ არ მინდა რომ ბევრი ლაპარაკი გამომივიდეს მოკლედ რო თქვა ყველაფერი ხო ძალიან ძნელი არის ასეთი ადამიანები ძალიან დიდი განათლებასა εμას მოიპოვეს მე ახლა თითქმის თვითნასწავლი ვარ ყველაფერში და ამიტომ მინდა რომ მოკლედ გითხრათ უბრალოდ ძნელია კიდევ ერთხელ ჩემთვის არის საშინელება რომ დღევანდელ ცხოვრებაში დავანებოთ არ მინდა საკონებს უკან არ გადავდიო და ჩვენი ისტორია ყველამ კარგად იცის ხო ბიჭო, როგორ შეიძლება რომ ეს მოღალატეობით ვიცხოვროთ და ადამიანებმა ჩვენ მომავალზე არ გავაკეთოთ ჩემი მეგობარი რომ თავის შვილზე იტყვის რა უნდა ხაი რო დგას მაგის დედა და ამის იგი და სხვაზე რაზე არის ლაპარაკი იქ ხო ჩემი შვილი დგას იქ მე ვდგავა რისთვის ვდგავა რისთვის გამაგები ვდგავარ იმისთვის რომ უკან დაბრუნება ერთ-ერთი ქვეყანაა რომელიც უკან ბრუნდება ყველანაირად ამერი არ მინახია ხალხო თან ადამიანის სილამაზეს და სიყვარულს და ფერების ახმა, აი სილამაზეს ვერ იტანებენ და ვერ გაიგენ რომ
რუსეთი შენი მტერია, ხა პოლიტიკა რაჭაში აქ პოლიტიკა ხა მტერი რო ყავს ადამიანს, ხო უნდა განაცხო ის შენი მტერია. ვერ გებულობ ამას და აი მომავლის იმედი არა, ერთ-ერთი ახალგაზრდების, აი სამიხარია რომ ახლა რო ვთქვა რა მისასთავობაა და იმიტომ რომ ისინი გაიზარდნენ იმ სიტუაციაში, რომელსაც მე იქაც გავიზარდე, იქაც მახსოვს ყველაფერი და აქაც მახსოვს და ხედავ ამას რომ უბრალოდ ამ ხალხს ებძვიან რა. არ მინდა რა, მე შენი ჭკუაზე ცხოვრება, შენი ტრადიციებით მე რომელია შენი ტრადიცია? არ მოგწევს ქართული ტრადიცია. რომელია ქართული ტრადიცია? რომელია რუსული ტრადიციას ქართული უნდა დაუძახო? არა, ვიცი, ჩვენ ხო ასე გვასწავლეს. არის რამე ტრადიცია მოგწონს? სახიდან გამოდივართ, ტყვილი ხდება, სახში ტყვილი, გარეთ ტყვილი, ყველგან ტყვილი არის. ჩვენ ხო ტყურში გავიზარდეთ და ტყვილი არის, ეს არის რუსეთი. რომელთან ჩვენ 200 წელი ვიყავით მისი ქვეშემდოვი. მიდი რა, ეგერ მარტო პურადაშვილები წაიკითხეთ ხარ ხო? ახლა მე ხო არ ვიგონებ რაღაცებს. ვასილ და ივანე პურადაშვილი 1805 წლიდან წერდა მამა და ბევრჯერ ვიზახი ამას და გიორგი ვაჭლიზის გამოცემა არის, რომელიც პეტრეს უნდოდა ხო? ახლა ერთი და იგივე სხვა ვიტყვის. უბრალოდ ამის ახსნა არის ძალიან ძნელი ჩვენთვის და ახლა მომავლის იმედი. მე ჩვენ რო ბავშვობის მეგობრები ვიყავი და შენ რო ჩემი თანაკლასელი იყავი და ეგ ხუთებს ღებულობდი მაგალ ლექსებში და და სამშობლო და დღეს ხარ რუსეთის მოთაყვანე, ბიჭო, ვერ გებულობ ამას. ახლა მე რაზე დავდი? შენთან ვიკამათო? შენ მე მიყვარხარ და მეგობარი ხარ ბავშვი. რაზე უნდა ვიკამათო? ესე იგი, ყოველთვის შენსაც სიტყვის და მე მივალთ იქამდე, რომ უნდა ვიკამათო და ვიჩხუბოთ. მე გადადიან ძალადობაზე. ესე მიზმოერება იგია მაგარი. ეს არის უწიგნურობის ბრალი, გამიგე? და ახლა მომავლის იმედი მე როგორ უნდა მქონდეს? ახალგაზრდების იმედი მაქვს. და ძალიან მიხარია, რომ ესეთი თაობა არის, მაგრამ ისინი არიან 20%. ვერ ხედა? ხო. 12 წელი ხალხი ვერ მიხვდა იმას და უიმე თუნდაც რუსეთში ვიყავართო. 12 წელი მაშინ მე ვარ დებილი? მე ალბათ მე ვარ დებილი ხალხო მეტი რა გითხრათ ახლა? თქვენი ყავით ყველა ჭკვიანი გენაცვალეთ რა. პიკასო, თქვენ სამყაროში რა ხდება დღეს? ვის უშვებთ ხოლმე? ან ვიდრე დღეისათვის ნანა დაგემშვიდობები, ჩვენ რით ვთქვათ, რა კრიტერიუმებით გვაფასებ, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ და ესე უარით აღსტუმრებ ხოლმე? პირველად ვიტყვი, შენ გაქვს ალბათ ასეთი ენერგია და უბრალოდ როცა დარეკავ და როცა მეხმიანები, არ ფიქრობ არაფერზე. ნდობის ფაქტი მე ჩემი მოტყულება არის ძალიან ადვილი, მაგრამ შემდეგ არის ძალიან ცუდი. როცა ადამიანი მატყულებს, მე მას ის პიკასო რო არის, ის ყველანაირად უსწორდება, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმებით. იმიტომ რომ სანამ ლუციფერთან ხელი არ აქვს მოწერილი, არ ვაპირებ ცუდის კეთებას. და რაც შეეხება ჩემსაც გამიმხელეთ პროექტს, მე წამოღებული მაქვს, რა ვიცი თუ გაინტერესებთ, ნახეთ. ეს ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ჩემი იმ ბოჰემური ცხოვრების პერიოდში 67 ფიგურა თქვა მიტოვამო და ერთ-ერთი არის იყო ესეთი ჟვიტიაშვილი, სიმონ ჟვიტიაშვილი, რომელიც წყლებს ყიდი და იყო ლაღიძის მოწაფე, რომელიც ბავშვობაში მასთან გაიარა, ასწავლა ლაღიძემ და ეს საიდუმლო რეცეპტი შემოინახა, მერე ლაღიძემ საათი აჩუქა, ის საათი მას იმ ბუდკაში, რომელიც სანამ ოკეანეს ეძახოდნენ, აი თევზის მაღაზია იყო, იქ არის იქით ახლაც დგას წყლიჯიხური და ჩემი მეგობარი არის მამუკა ხურცია, რომელიც იყო ტელევიზიის იბერვიზიის დირექტორი იყო. მამუკა ხურცია და მამუკას მისი მეზობლები, ებრაელები, ხათუნა, რომელიც აქ ცხოვრობდა თამარ მეფის ქუჩაზე, არის შვილიშვილი სიმონ ჟვიტიაშვილის. და ისინი როდესაც ჩამოდიან საქართველოში, მამუკა უმასპინძდება და ერთ-ერთი საუბრის დროს თქვენ რომ აი თუ შეიძლებაო რა ბაბუა ჩემის მემორიალი მამუკასთან ქონდათ ეს საუბარი და მე მამუკამ კი როგორ შეიძლება, მაგრამ მე უკეთეს გეტყვით პიკასო მეგობარი მყავსო, რომელიც ასე პროექტებს აკეთებს. გამოცდილება აქვს. ხო, გამოცდილება აქვს და კი მამუკამ დამიკავშირდა. და დაკავშირების შემდეგ მოხდა ასეთი რამ, რომ მოეთხოვა პროექტი გამიკეთება და გავუკეთე მეც, აი მაგ ასეთი დგას, როგორც ჩოულ ფორმაში, ჩაცმული ესეთი, ეს საათი, რომელიდანაც წყალს აცხამდა, აქედან ესენი და ნუ ეს უნდა ნახოთ რა ეხლა. და დგას იმ ჩოულ ადგილზე, რომელიც ამწყით უმასპინძდება ხალხს. ერთ-ერთი ეს პროექტი მოეწონა მათ და მე გადაუგზავნა. ეს არის უბრალოდ ამაზე ვფიქრობთ ეხლა რომ და რეალიზება სად შეიძლება მოხდეს რომელ ლოკაციაზე მე უთხარი კიდევაც ახლა დასამალი არც არაფერი მაქვს
საერთოდ ჩემგან აი მე პროექტი გაგიკეთეთ და მონაწილეობის მიღება საერთოდ არ მინდა თქვა, მაგრამ ნუ რა ვიცი, მეგობრები მთხოვენ, რომ რაღაცნაირად ამ პროექტს ეხლა რა თქმა უნდა თქვენ მაგას მეკითხებით, რომ დაფინანსებაა საჭირო, ხო? რა ვიცი, აღარ თვითონ გადაწყვიტავენ, მე არ ვერევი ფინანსურ საკითხებში ამას გულთბილად გეუბნებით და რეალურად გეუბნებით, როგორაცაა საერთოდ როცა ფინანსებთანაა საქმე, ძალიან შორსა არ მინდა, არ მაინტერესებს, მაგრამ ძალიან გამიხარდება, რომ ეს პროექტიც, იმიტომ რომ ეს კაცი იმსახურებდა, რატო იმსახურებდა, იცი? ოჯახის საქმეები გადადებული ქონდა, წყალი მოქონდა, იქ ჭომაში არის წყარო რო არის, ნამდვილი წყალი მოქონდა და თავისი საიდუმლო რეცეპტით, სულ აი იმასაც ახერხებდა, რომ მე ჩუმად მეგობრებთანაც პატივი ეცა მათთვის, ოჯახისთვის თითქოს არ ეცელა, თავის საქმეზე იყო შეყვარებული. შემდეგ 90-იანებში გახსოვთ ეს ყაჭაღობა უბედურება, ებრაელები ავიდნენ ისრაელში და იქ ძალიან უნდა ისე ჩამოსვლა, იმიტომ რომ გაიპარა რა ასე რომ თქვა, ერთ საღამოს გამოემშვიდობა, იმიტომ რომ იცით რომ მაშინ რა პერიოდი იყო, ახლა მაგაზე აღარ გავაგზავნებ საუბარს და ასე ჩუმად მიდიოდნენ ებრაელები თავის სამშობლოში და იქ რო ჩავიდა, მე ძალიან ენატრებოდა, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა ქუთაისი და 6 თვის მე აი უჩვეულეთ ამ ჯანმრთელს მანქანამ დაეტაკა და დაიღობა იმის ოცნება არაუსვოდა შევსეუნებოდა რომ ჩამიყვანე და იქ მინდა რომ ჩემი მეგობრებს ისე შეხვდე. უბრალოდ მე მინდა რომ ჩემი ამ პროექტებით რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ 67 ფიგურა მინდა რომ ის ქუთაისის ისტორიას ისქნიან ხო ის ადამიანები იდგენ და როცა ჩამოვა ტურისტი ხო ნახავს და იქ თვითონ გელაპარაკება არ უნდა როცა მიიღებ გადაწყვეტილებას რომ გაისეირდოთ საკუთარი ნაშრომებით დადგმებით ესეც მნიშვნელოვანია. ჩემთვის მნიშვნელოვანია აი ვიხსენებ პროდაშვილებს ისე მე ხო რამდენი წელი გავიდა მის მერე პროდაშვილი გარდაიცვალა 1922-იან წლებში და მოღვაწეობდა 1860-იან წლებიდან ხო და უბრალოდ ვიღაცისთვის ეს რო იქნება საინტერესო და როგორც მე ვარ ახლა აქტუალურია ამ ხალხი და ეს ციგნი სულ მიდევს და ჩემთვის არა ეძახიან სამაგიდოს არა ჩემთვის უბის ციგნი ქვია და ხშირად ვკითხულობ, აი გამიხარდება, რომ აი ვიღაცა დაიბრალონ ეს ჩემი პროექტები, ვისაც უნდა, არა პრობლემა, ფულიც შევოთ, ჩუქნი ყველას და ეს თუ გაკეთება, რომ იმიტომ ქუთაისი არის საქართველოს აკვანი რა, ყველანაირად, როგორც ხო, როგორ გიყვარს ქუთაისი? მითხარი და დაგემშვიდობები. ქუთაისი მიყვარს ისე, როგორც მიყვარდა და გულიმწყდება, რომ ქუთაისი თავის შვილებს მხოლოდ სიკვდილის მერე აფასებს. აი ასე მიყვარს დღემდე. ალბათ ეს ადამიანებზე საუბრობ, რომელიც ქუთაისი. ქუთაისი ადამიანებიდან შედგება. მე ქუთაისი იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი მეგობრებიდან გამომდინარე. ხო, არ ამბობ რომ იზოლირებული ხარ. ზოგადად აი ეს ქალაქი რას ნიშნავს თქვენთვის? იგივე არ ნიშნავს, ნამდვილად მოგატყულებთ, რომ როგორაც ფიქრობდი ადრე, იმიტომ რომ აი ეს ცალკე თემა იქნება საუბრის შეკვირდები. რატო? იმიტომ რომ ეს ახლა მოკლედ რო თქვა, ხო? იმიტომ ადამიანი იფიქრებს, რომ მაშინ ის ყველა დეტალი უნდა უთხრა, რის გამო ამის, იმიტომ რომ მაშინ დავიტოვოთ რაღაცა. რა თქმა უნდა, მოკლედ გეტყვი ამას, რომ ის ქუთაისი არ არის, რომელიც იყო და რომელიც მახსოვს, აი თუნდაც ანზო დემიტრაძე რომ იყვებოდა მე ბიზნესში და ის ჩემი წინაპრები, რომელიც მეგილე ღობერიძე და რა ვიცი, ამელი შემიძლია ჩამოთვალო აი მეობის საქციელებს რომ მithumetas ბებია ჩემთან ჩემ ოჯახში ბევრი არიან ნაყოფი და ამ ხალხთან ვიზრდებოდი და ეს განმოეცა ჩემში აბა მე ახლა სხვანაირად მამაჩემს არასდროს დაჯდომია და არ მოუყოლია მithumetas მეგობრებისთვის უნიკალური პიროვნება იყო მაგრამ და არავინ არ ყოლია ესეთი უფროსი მეგობარი უბრალოდ ამ ეს ქუთაისი აღარ არის მაშინ შემდეგი თემა გაივლის რაღაც პერიოდი და თუ კი ისევ სურვილი გაქნებათ, მოდით მაგ არგუმენტებზე კი ბატონო, სულად გაგცემთ ამაზე. ასე სიყვარულით ისე მიყვარს, მაგრამ ისე არა როგორც მიყვარდა. კეთილი, არგუმენტებს დაველოდები ცოტა მოგვიანებით. დღეისათვის კი გადაგიხდით ძალიან დიდ მადლობას რომ გვეწვიე. გაგიჩნდა სურვილი და იმედია მომავალში შევინარჩუნებთ აი ამ თანამშრომლობას და მეგობრობას. ძალიან დიდი მადლობა პიკასო, დროებით. მადლობა შენ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ სტუდიას. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლობა დღეისათვის გადაცემაში უოთხე ქუთაისში ამით დასრულებულია. პიკასო ქაჯაიას მასპინძლობდი. გემშვიდობებით ყველამდე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.